ამ ვიდეოში ორ რამეზე მინდა საუბარი, ისევ, რაზეც წინა ვიდეოებში ვისაუბრეთ, ეს არის დენი და ეს არის ძაბვა. დენის შეთანხმებული მიმართულება მიწერია ზემოთ დიდი სამბით და conventional current გვერდზე და ეხლა დაინახავთ რატომ მიწერია ეგ ყველაფერი. ანუ ინგლისურად უძახით, მოკლედ, მივალთ. ესე იგი, გვაქვს რაღაც სადენი ვთქვათ, ანუ იგივე რაღაცაზე ვლაპარაკობ, რაზეც წინა ვიდეოებში ვისაუბრე, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა რომ კარგად ჩაგვებეჭდოს და რაღაცა ისეთი ატომებისგან შედგება, რომელთაც მარტივად შორდებათ ელექტრონები და დადებითი მუხტისკენ მოძრაობს ეს ელექტრონები და ეს არის ელექტრული დენი. ანუ ელექტრულ დენს უწოდებთ დენს, როცა ელექტრონების მოწესრიგებული მოძრაობა არის დადებითი მუხტისკენ. და როცა ვიტყვით ხოლმე ელექტრულ დენს, ესე იგი ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ აი ელექტრონების მოძრაობაზე გვაქვს საუბარი, აი ამ მიმართულებით და რატომღაც ვაკვირდებით სპეციფიურად მაგას. მაგრამ მეორე დენი, რასაც ვიტყვით ხოლმე, დადებითი მიმართულებით მოძრავი დენია და უბრალოდ დაუძახებთ დენს, ანუ უბრალოდ დენს, რასაც დაუძახებთ ამიერიდან, ჩავთვლით, რომ მოძრაობს საპირისპირო მიმართულებით ელექტრული დენის და იგივენაირად ეს ინგლისურად არის conventional, პრინციპში მიწერა აღარ უნდა ზემოთ წერია conventional current. და უბრალოდ ეს იქნება ჩვენი დენი, ანუ როცა ვისაუბრებთ წრედებში დენზე, ვისაუბრებთ ამ მიმართულებაზე. ნიშნავანი არის მაინც რომ გავუსვათ ამას ხაზი. და მოდი ძაბვა ისევ გავიხსენოთ, წინა ვიდეოში რაც ვთქვით, რომ გვაქვს ანუ ანალოგია როგორც გავაკეთეთ, თითქოს ერთგვარ მთას ქმნის ეს წრედი, ანუ სიამდვილეში ეს რას ნიშნავს? ის ნიშნავს იმას, რომ ძალიან მაღალ ენერგიული ელექტრონები გამოიტყორცნება უბრალოდ ამ უარყოფითი ბოლოდან და შემდეგ ეს დაგორების ანალოგია არის ის, რომ უბრალოდ გადის წრედში და უბრუნდება აი აქეთ დადებით ბოლოს. ანუ დადებითი ბოლოსკენ მოდის, ხო? რაც ლოგიკურია, დადებითი ბოლო მიიზიდავს ზუსტად ისე როგორც გრავიტაციის შემთხვევაში უბრალოდ გრავიტირებადი სხეული მიიზიდავს რაღაცა მასას. ეგ არის და ეგ. და როგორც ვთქვით, ესე იგი ამ მიმართულებით მოდის ეს ელექტრონი და გზად ვახვედრებთ, ანუ ეს უკვე როგორც ვახსენეთ დიზაინის ამბავია, გზად ვახვედრებთ რაღაცებს, რაღაც ელემენტებს, შეიძლება იყოს წინაღობა, შეიძლება იყოს სხვა რაღაც, რასაც გავიცნობთ, იმისთვის რომ შეასრულოს მუშაობა და მერე ჩვენთვის სასარგებლო რაღაცები, რაც ჩვენ გვჭირდება, მაგრამ აი ამ ყველაფერში დენის მიმართულება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის აი ეს. აი ეს ითი, რასაც აღნიშნავთ, რა დენზეს ვისაუბრებთ ხოლმე, ამ მიმართულებით ვრცელდება ეგ დენი, ან რომ გადმოვხატო ეს წრედი. ესე იგი, ასე რომ ავიღო ახლა ეს ბატარეა. აქეთ არის ჩვენი დადებითი ბოლო, აქეთ არის უარყოფითი ბოლო და აი ეს არის ჩვენი წრედი. აი ამ წრედში და პრინციპში ბარემ ცოტა ოდნავ გავამდიდროთ და თქვათ აი აქ რაღაც წინაღობები გვაქვს. აი ამ წრედში დენის მიმართულება, როცა ვისაუბრებთ წრედებზე, იქნება აი ეს. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რომ სინამდვილეში ელექტრონები მოდიან აი ამ მიმართულებით, არანაირ პრობლემას ეგ არ გამოიწვევს. ასე რომ აი კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი დენის მიმართულება რა არის და ძაბვა რას წარმოადგენს.